დავიწყოთ საუბრების ციკლი სახვითი ხელოვნების ევოლუციასთან დაკავშირებით. და პირველ რიგში თავისთავად როგორ ჩაისახა ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში, ან როგორ გაჩნდა და რა იყო, ასე ვთქვათ, პირველი მიზეზები თუ რატომ დაიწყო ადამიანმა რაღაცის ხატვა, რაღაცის გამოქანდაკება და ასე შემდეგ. სხვათაშორის ამ თემაზე რო ფიქრობდი, გამახსენდა ერთ-ერთი პირველი ქანდაკებები, პატარა ფიგურები, რომელიც ევროპაში იპოვეს, როგორც მახსოვს, ავსტრიაში თუ გერმანიაში. ეს არის ქალის ფიგურები, რომელსაც გამოკვეთილად დიდი მკერდი და წელის თეძოები აქვს. და სახე რაღაც არ არის, ასე ვთქვათ, შესრულებული. ანუ ამაზე როცა დააკვირდები, ესეთ განწყობას ტოვებს, რომ ძალიან დიდი აქცენტი არის გაკეთებული ნაყოფიერებაზე. კი ბატონო. ანუ ადამიანის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი შექმნილი რაღაც ხელოვნების ნიმუში პატარა ქანდაკება, რომელიც ზომით რაღაცა მგონი სადაც 10 სანტიმეტრია. ციროპლასტიკა. ხო. აქცენტი არის გაკეთებული ნაყოფიერებას, ანუ ქალის როლზე, ასე ვთქვათ, რა. და საინტერესოა რა იყო აი პირველი განმაპირობებელი ხა ევროპაში შეიძლება ამ ტიპის ქანდაკება პირველი ნაპოვნი შეიძლება სხვაებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სხვა ადგილებში ცოტა სხვა ტიპის სახვითი ხელოვნების ნიმუშები არის ნაპოვნი. ხა ზუსტად რა თქმა უნდა არ ვიცით პირველი რომელი იყო, მაგრამ ეპოქით თუ მივსჯელებთ რაღაცა ტიპის ქანდაკებები იქნება თუ ნახატები არის აღმოჩენილი, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს თუ რას გამოხატავდა ადამიანი. აი როგორ ფიქრობ, აი რა არის ყველაზე ასე ვთქვათ, თავარი მიზეზი, რატომ დაიწყო რაღაც შეიქმნებოდა, ყვა იქნება თუ რაღაც ფორმების მიცემა ადამიანმა. კი. საინტერესოდ არის საკითხი დაყენებული და ვფიქრობ, რომ ამაზე მე ყოველ შემთხვევაში ისეთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს არსად მოსმენილი წაკითხული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დადასტურებული რაღაც ესეთი მეცნიერულად ამაზე ალბათ უფრო ვარაუდები არის. სხვა შორის ესეთი ვარაუდია, რომ აბსტრაქტული, სიმბოლური, მოდი ასე ვთქვათ, რა სიმბოლური ნიშნები ადამიანმა პირველად დაიწყო, არის ასეთი ვარაუდი იმის იარაღზე. მოდესაც აი მაგალითად რაღაც ცხოველი მოინადირა, რაღაც იარაღით, კონკრეტული იარაღით და იმ იარაღს ჩაჭრა. ვთქვათ რა, ანუ რაღაც დაღი დაასვა რა ამ იარაღს. აღნიშნა რა. ამ იარაღით მაგალითად ეს ცხოველი მოინადირა. ეს ნაპოვნია, უბრალოდ ძველ იარაღებზე რაღაც ტიპის ნაჭრებები რა და ვარაუდობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ, პირველი სიმბოლოები ადამიანის მიერ გაკეთებული, რაც ესე ვთქვათ, კონკრეტულად არაფრისთვის არ არის საჭირო ფიზიკურად რა. საჭიროა მენტალური რაღაც მდგომარეობის გამოსახატად. ხო და ალბათ ესე დაიწყებოდა რაღაც მსგავსად ყოველ შემთხვევაში, ეგ ალბათ ნაკლებად არის საინტერესო, მაგრამ მე უკვე საინტერესო არის ის ფაზა, რომელიც შენ ახსენე, ხელოვნების კატეგორიაში რო. კი, უკვე რო ადის, ანუ გამოსახვა რო ხდება ადამიანის რა და პირველ რიგში ადამიანმა რა თქმა უნდა დაიწყო საკუთარი თავის გამოსახვა. და ეს ძალიან ღრმა კითხვაა, საერთოდ კონკრეტულად ქანდაკებაზე რო ვთქვათ, რატომ ძერწავს ადამიანი. ეს არის რაღაც
ძალიან ძიმე და ღრმა კითხვა რა, იმიტომ რომ კონკრეტულად რატომ ძერწავს ვიღაცა კონკრეტული პიროვნება რაღაცას, ეს ძალიან ათელია ხოლმე რა, ან ისტორიული ფიგურა, ან რაღაცის გამოხატვა უნდა, ან რაღაც ესთეტიკის დაფიქსირება უნდა დღეს. უკვე ეს მანდ არის მისული, მაგრამ პირველი ადამიანი საერთოდ რატომ ძერწავდა ის ადამიანი, ვინც პირველად დაიწყო, ამაზე არ არის ესეთი ღიად პასუხი. თუმცა არის მოსაზრებები. არის ესეთი მოსაზრება, სხვა შორის გოგი ოჩიაურს მოქანდაკეს. აქვს ძალიან საინტერესო ვარაუდი ამასთან დაკავშირებით და მე ფაქტობრივად მეტი უფრო ის საინტერესო და უფრო ახლო რეალობასთან რაღაცა მე არ მომისმენია და ეს არის ვარაუდი იმაზე, რომ რეპროდუქციებს ამითაც რა. აი როგორც მაგალითად მრავლდება. ხო. და ეს ინსტინქტურია მისთვის, რომ გამრავლდეს რა. ასევე რაღაც მსგავსი ტიპის განწყობით არის შექმნილი პირველი ნამუშევრები, რომელიც გავს უკვე ადამიანის სახე და ტანი, ვისაც აქვს, რომელი ნამუშევრებსაც აქვს. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნულია, იმიტომ რომ სხვა უფრო მეტად ასე თქვათ საგულისხმო რაღაცა მიზეზი ძნელად მოსაძებნია რა. ამიტომ დიდი ვარაუდით მართლაც რაღაც მსგავსი ოღონდ გაუცნობიერებელი, თქო. გაუცნობიერებელი ხო მიზეზებით დაიწყებდა. მაგრამ აქ კიდევ შემოდის მერე და მერე სხვადასხვა საინტერესო საკითხები რა. ნაყოფიერების ქალღმერთი, სადაც ეს ნაყოფიერების ქალღმერთად არის დღეს ცნობილი, იმიტომ რომ რეპროდუქციული ორგანოები არის ძირითადად გამოსახული რა და ხელები მაგალითად და თავი, აი რაც შენ კარგად ახსენე, ფაქტობრივად არც აქვს რა, მინიმალურად აქვს მინიშნებული და ფეხებიც რა, თავიდან მახსოვს რომ ნახე ტორსი მეგონა. და მე რო დავაკვირდი, ხო თან რამდენიმე არის ეს ძალიან ძველი ესეთი ფიგურები, როგორც ვიცი, აღმოჩენილი, ვენერებს ეძახიან. ვენერებს ეძახიან, ხო, ვინელდორფის ვენერა ერთ-ერთი და კიდევ ხო რაღაც ესეთი ვენერას ეძახიან მე, იმიტომ რომ ვენერა ასოცირდება უკვე ნაყოფიერების ქალღმერთთან. ხო და აქ საინტერესოა უკვე ამ კონკრეტულად ამ ნამუშევრების ასე ვთქვათ შინაარსიც რა. ერთი რო გამოსახულობითად არის ეს გაკეთებული სფეროიდული სახის და ასევე არის მარტო სფეროიდული კი არა, თან კონცეპტუალურადაც ნაყოფიერების ქალღმერთია გაკეთებული. თან როდის დავამატებ, თან საინტერესო ის არის, რომ პერიოდი, ანუ როდის არის ეს ვარაუდობენ, რომ ანუ ბრინჯაოს პერიოდამდე დელია ესენი. კი. ბევრად ადრინდელია, ვიდრე ადამიანმა დაიწყო მეტალის დამუშავება. კი ბატონო, ეს საკმაოდ ძველი ბრინჯაო, კი, ძველებია ძალიან. ანუ მე მგონი სადღაც 40,000 წლის წინანდელს ვარაუდობენ. ხო, ზოგი არის ვარაუდი, რომ ცოტა უფრო ახალიც არის და 40 არ არის, იმიტომ რომ ერთი ეგეთი მოსაზრებაა, სადღაც აი ურალის ტერიტორიაზე არის ნაპოვნი ლომის თავია და ვარაუდობენ, რომ ის არის 45,000, 40-დან 45,000 წლით დათარიღებული და შეიძლება ეს ცოტა უფრო ახალი იყოს ესენი. მაგრამ ნუ ძალიან ძველია რა ისიც ძალიან ძველია, ესენი ძალიან ძველი. თვითონ ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ რაღაც ქალაქები არსებობდა. ხო, კი ბატონო. ტომებად, როდესაც ცხოვრობდნენ ადამიანები, სავარაუდოდ ეგ პერიოდია, კი ბატონო. როდესაც დაიწყეს, ასე ვთქვათ, შემოქმედება. კი, შემოქმედებას ხო მაგ დროს იწყებს ადამიანი. ხო და აი თავარი მან რა არის ისიც მინდა რა, რომ თავარი არის მანდ ის, რომ მაშინდელი კულტურა იმდენად მატერიალისტურ საფუძვლებზეა დაყრდნობილი კულტურა რა, ნუ ძირითადად რელიგიური ხედვები. მატრიარქატული, სხვა შორის აი ბევრს მატრიარქატული პერიოდი ცოტა არასწორად ესმის რა და მატრიარქატული პერიოდი ზუსტად ეგ არის, რომ ასე ვთქვათ, მთავარ ქალღმერთად არის გამოცხადებული
მთავარ ღვთაებად არის გამოცხადებული ქალღმერთები ხო. და ძირითადად ნაყოფიერების ქალღმერთები. სხვადასხვა კულტურებში გვხვდება ეს. და ეს ვენერა სტორსიც არის აი ამ მიდგომის ნათელი მაგალითი რა, რომ ერთი ის რომ ეს არის აბსოლუტურად სფეროიდული ტიპის ქანდაკება, რომელიც ქანდაკების ენის მეტყველება მიგვანიშნებს, რომ ეს არის იმ ადამიანის ფსიქიკის ნაყოფი, რომელიც ამ სამყაროს აღიქვავს ერთმთლიან ნაწილად, მასში ჯერ არ არის ისინი შემოსული, რაც მე აი მაგალითად აბრამისტულ რელიგიაში შემოდის რა, იუდაიზმში შემოდის, რომ არსებობს სულიერი სამყარო და მატერიალური სამყარო. ეს რაღაც დონეზე შუმერებთანაც უკვე არსებობდა, ეს უკვე გვიანი პერიოდია და ეგვიპტესთანაც არსებობდა. ხო და აი ეს პერიოდი უკვე შემდეგი საფეხურებია, მაგრამ იგი ძველი სამყაროა. ფაქტობრივად აი ამ ვენერას პერიოდსა და მაგალითად შუმერების დიდი ქალაქების პერიოდს შორის, აი რაღაც ეს სოფხედველობრივი საფეხური არ იქნება ახალი. ადამიანი ჯერ კიდევ იმ განწყობაშია, რომ ანუ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ რა. და უბრალოდ ქანდაკების ენის მეტყველებაც იგივენაირი აქვს. უბრალოდ მაშინ თუ ცოტა პრიმიტიული იყო ეს. მე უბრალოდ გაართულა, მაგრამ სამყაროს ხედვა ისევ ეგეთი აქვს. ანუ არაფერი არ დამატებულა რა. აი რადიკალურად იცვლება სიტუაცია, როდესაც ქრისტიანობა შემოდის რა საბერძნეთში და იმიტომ საბერძნეთს ხო ქონდა უკვე ქანდაკების და ზოგადად სახვითი ხელოვნების ძალიან მაღალი სტანდარტი და როდესაც მას ანუ ქრისტიანობას იღებს საბერძნეთი უცნაური რაღაცა მოსდის რა. ანუ ფაქტობრივად საერთოდ უარს იძახის მატერიალურ სამყაროს გამოსახვაზე. და სანამ ეს შეიქმნება და დაიბადება ეს იკონოგრაფიული წესები და ხახაწერა სანამ დაიწყებენ, მანამდე რაღაც პერიოდი ის ძველი, ასე ვთქვათ, მიდგომა საერთოდ ქრება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმიტომ ქრება, რომ თვითონ ქანდაკების ესეთი სახე, როგორც მანამდე არსებობდა, არის პირდაპირ მატერიალური სამყაროს ხოტბის შესხმა. იმიტომ რომ ენა ქანდაკებას ისეთი ენა აქვს, რომ რადგან სამ განზომილებაში დგინდება და სამ განზომილებაში უნდა მოიძებნოს, ხო? ეს პირდაპირ მატერიის, ასე ვთქვათ, მატერიის მნიშვნელობას ამძიმებს რა და ხაზს უსვამს, ეს მნიშვნელოვანია. და ქრისტიანობა, რადგან ქრისტიანობა ისეთი რელიგიაა, რომელიც იძახის, რომ მატერიალური სამყარო ეს არის წარმავალი და დროებითი და მთავარი არის სულიერი სამყარო, აი ამის, ასე ვთქვათ, ამ განცდაში მყოფი ადამიანები ქანდაკების აი ესეთ ტიპის გამოსახულობაზე უარს იძახიან. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, რელიეფი რჩება და ეს უკვე შემდეგი სასაუბროა, რანაირად ტრანსფორმირდება ქანდაკება. ჩვენ ისე უკან დავბრუნდები და აი იმას ვიტყვი, რომ ხო, აი იმას ვიტყვი, რომ არქაული პერიოდის, ასე ვთქვათ, ქანდაკება მთლიანად არის ანუ ესე რომ შევხედოთ, რა ეს არ არის მაგალითად პრიმიტიული ადამიანების მიერ გაკეთებული რაღაცა ფორმები, რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ, ასე ვთქვათ, რა უნდა ეკეთებინათ და აი მერე მაგალითად რაღაც რო განვითარდა რაღაც ეტაპზე, მერე თქვათ თითქოს მერე მიხვდნენ, ასე ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინათ. ეს ისე არ არის პირიქით რა. პირიქით კი არა, ჩვეულებრივად, ანუ მათი ნამუშევრები ზუსტად ისევეა განსაზღვრული მათი შინაგანი სამყაროთი, როგორც უკვე მაღალი კულტურის კლასიკური პერიოდში რა. ამიტომ ამ მხრივ ეგრე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მაშინ თითქოს ქაოსი იყო. ხო, ისე აი სხვადასხვა ადგილებში ცოტა განსხვავდება ეს პირველი ფიგურები, რაც არის ნაპოვნი. მაგალითად აზიაში, ანუ იაპონიაში, იმაში უფრო რაღაცა შეიძლება რაღაც სულების თუ რაღაცა ღმერთების ფიგურები მივამსგავსოთ, რაც არის ნაპოვნი, იმიტომ რომ შეცვლილი ადამიანის ზოგან
სხვა კულტურებში ნაპოვნი ეს არქაული რასაც ამბობ ფიგურები არის ადამიანის სხეული და ცხოველის თავი რო აქვს და ანუ სავარაუდოდ მაინც აი თავის შინაგან სამყაროს რო გამოხატავდნენ ფიგურებს თან მაშინ დიდი ქანდაკებები უკვე ცოტა შემდგომი პერიოდის არის მაშინ აი უფრო გაუაზრებელი იმდენად უფრო ინსტინქტურად აკეთებდნენ ვიდრე შემდეგ როდესაც ნელ-ნელა დაიწყეს გააზრება და აი მნიშვნელოვანი რაღაცის მიცემა მაგრამ მაშინ პირდაპირი ასე ვთქვათ განცდები რაც ჰქონდათ იმას გამოხატავდნენ რაც იყო მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ ამულეტი დავარქვათ რაღაცა რომ ამ ფიგურების სადმი დამოკიდებულება სავარაუდოდ იქნებოდა ისეთი რომ აი უკეთესი ნადირობისთვის რაღაცა ფიგურას გააკეთებდნენ პირველად როგორც თქვი შეიძლება ნაჭდევები გააკეთეს მაგრამ მე რაღაც ფორმა მიცეს აი ნადირობის მაგრამ ეს თუ რაც იქნებოდა მაგრამ აქ ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ანუ იგი სიუჟეტური ნაწილია მაგრამ შეიძლება იყენებდნენ კიდეც რიტუალური აი მარტივად რომ ერთ სიტყვაში რო ჩავდიოთ ანუ რიტუალური დანიშნულების ქანდაკებები ქონდათ ზოგი შეიძლება ნადირობის იყოს ზოგი შეიძლება პირიქით რაღაცა მომგროვებლობის იყოს შემგროვებლობის იყოს ზოგი რა და ზოგი რა არ ვიცი მაგრამ მანდ მთავარი როგორი რაღაცაა იცი აი შეუძლებელია ქანდაკებაში მაგალითად ქანდაკებით იმეტყველო და რაღაცა ქაოსი აბდაუბდა თქვა რა ეგეთი რაღაც გამორიცხული ამიტომ რომ შენ ხო რაღაცა პოზიციის ან რაღაცა ტიპის მსოფლმხედველობა ხო გაგაჩნია და ეგრე გააჩნდა იმ ძველ ადამიანსაც რაღაც ტიპის მსოფლმხედველობა და აუცილებლად ეს მსოფლმხედველობა ირეკლება ამაში ირემს ვაკეთებ კაცს ვაკეთებ ხალხს ვაკეთებ მთავარია როგორ მეტყველებ ფორმაში ანუ ამ შემთხვევაში მაგას აქვს მნიშვნელობა ენის მეტყველებას აქვს მნიშვნელობა ფორმით მეტყველებას აქვს ანუ მნიშვნელობა ხო და აი ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ის მომენტი რომ აი ამ ასე ვთქვათ ციკლში არქაიკის აი ამ ციკლში არზის სხვა შორის აი აფრიკული ქანდაკება იმიტომ რომ აფრიკული ქანდაკება არის ნიღბების კი სპეციფიური ფორმა კი ბატონო რომელიც არ შესაბამება ჩვეულებრივ ნიღაბს არ გავს ამაღაც არც ზომით არც არა ხო და ეს არის ცალკე ასე ვთქვათ ხაზია რა ქანდაკების ისტორია კი ზოგადად სახვით მე ვიტყოდიო არა მარტო ქანდაკები ზოგადად სახვითი ხელოვნების განვითარების სხვა ხაზია აი მაგალითად ინდური, ჩინური, ეგვიპტური, შუმერული, შემდეგ უკვე ბერძნული, რომაული და თანამედროვე ევროპული, მათ შორის ჩვენიც, ხო? ანუ ერთი ხაზია. ეს არის ერთი ხაზი. ასევე აცტეკური, მაიას და ეს ძველი, ეს ერთი საფუძველი რა, არქეტიპულად ერთი იმიდან მომდინარეობს, რა, ერთი ძირია. ერთი ძირი, კი. და ეს ვლინდება სხვადასხვა ასე ვთქვათ სხვადასხვა დისციპლინაშიც ვლინდება არა მარტო საღვთო ხელოვნებაში და ქანდაკებაში. ეს შეიძლება არ ვიცი ინდოევროპული ენები არსებობს და კიდე რაღაც ბევრი ის არის რა. ამის დამადასტურებელი. ხო და აი აფრიკული ქანდაკება და აფრიკული საღვთი ხედვა ზოგადად, ხო? ეგ კიდე ცალკე რაღაცაა და ანუ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ის ან წინა პერიოდი ან რაღაცა. ის სხვა ხაზია. სხვა ხაზია. ხელოვნების განვითარების. რომელიც ანუ პრინციპში იმის ევოლუცია არ ჯერჯერობით არ მოხდა. ჯერჯერობით იგივე ტიპის სინთეზები მოხდა, სინთეზი მოხდა ამისი, ძალიან საინტერესოა, ამაზეც ბევრი არის სასაუბრო მოდერნიზმის დროს, როდესაც მოდერნიზმთან ეგეც რატომ მოხდა, ეგ ძალიან ის არის, რა ქვია,
შემთხვევითი არ არის რა, იმიტომ რომ მოდერნიზმის დროს ინგრევა ფორმები ენათ ამ ენაში ქანდაკების და ზოგადად სახვითი ენა იშლება და როდესაც იშლება იღება რა, ანუ ღია ხდება და მაგ დროს პიკასო ახდენს რა, ეს თქო პირველად ძალიან ეს ჭარბად რა, აი პირდაპირ შევიდა რა, აი ამ იმაში რა ქვია. იმიტომ რომ აფრიკული ხედვაც ძალიან საინტერესო. და პიკასო შემთხვევით არ მიდის მან. იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ეგ ახალი წყაროა რა. ანუ დანარჩენი ყველაფერი, დანარჩენი ყველაფრის გამტარი თვითონ არის. პიკასო არის თვითონ ამის მომტანი. ავსტრალიური და ის ოკეანია. კი. ისიც მსგავსი იქნება. მსგავსი, კი, აფრიკულისა და მაგ დროს შემოდის რა და მე რაღაც საინტერესო რაღაცები ხდება. დღეს ფაქტობრივად რო ვთქვათ, სხვა სიფრთხეზე ვარ დგასული. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ აი არქაულ ასე ვთქვათ ხედვას და არქაულ ქანდაკებას, აი ესეც ის არის მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პირდაპირ არის ადამიანის ფსიქიკის გამომსახველი, ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის საუკეთესო გამოსახველი საშუალება. საუკეთესოდ გამოსახავს რა, ასე ვთქვათ, აი იმ ფსიქიკურ მდგომარეობას რა, რომელიც არის ძალიან ღრმა შრეებიდან მოდის რა. რელიგია და ქანდაკება არის ასე ვთქვათ, აი ამ შრის გამომსახველი რა. იმიტომ რომ რელიგია გასაგებია რომ ადამიანის მთელი სტრუქტურა, გონებრივი სტრუქტურა მასია დაყრდნობილი, რო ვთქვათ, რას აქანდაკებს ადამიანი მაგაში ჩანს მისი რელიგიური ხედვები. კი. ანუ ის ხოლო რელიგია არის სამყაროს აღქმის სამყაროს როგორ აღიქვავს გამოხატავს რელიგია. და შესაბამისად სამყაროს ხედვები აღიქმება ქანდაკებაში, სახვით ხელოვნებაში და თუ რა ენით საუბრობს ის სახვით ხელოვნებაში, ამით შეიძლება იმის აღქმა მისი რელიგიური ხედვები რა ეტაპზეა. კი ბატონო, პირდაპირ. ანუ სამყაროს როგორ აღიქვავს, აი ამის, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია რა. აი ესე აღიქვავს სამყაროს და ის თუ ესე აღიქვავს სამყაროს, მაშინ აი ესე ძერწავს. ესეთ გამოსახავს ფორმას რა. თან ფორმას აქვს არსებობასთან გაიგივებული მნიშვნელობა. ანუ არსებობა, როგორც ასეთი არსებობა, არის უდრის ფორმას. იმიტომ ფორმაც რაღაცნაირად არსებობს, ხო? და ანუ მე ზოგადად არსებობასთან რანაირი შინაგანი პოზიციაც მაქვს, ფორმასთანაც აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება. მე თუ არსებობას, ხო, და იმის მიუხედავად შენი ვენერას ან ქალის ფიგურას აკეთებ. კი, როგორც ან აღნიშნე, მაგას ანუ რას არ აქვს მნიშვნელობა, აქ როგორც. იმიტომ რომ მე როგორი დამოკიდებულებაც მაქვს არსებობასთან, თუ არსებობა ჩემთვის არის ყველაზე პრიორიტეტული, მაშინ რას ვაკეთებ, იცი? ფორმას ვაკეთებ სფეროიდულს. იმიტომ რომ სფეროიდული არის ყველაზე სიცოცხლის უნარია. და ვაკეთებ სფეროიდულს. თუ მე არსებობასთან მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ეს არის რაღაცა ლაბილური მდგომარეობა, წარმავალი, ხო? მაშინ ჩემი ფორმასთან დამოკიდებულება სფეროიდული აღარ არის. მაშინ არის პირიქით. ამ შემთხვევაში შენ გვაი თვითონ ასე ვთქვათ, სამედ ქანდაკების თუ სახვითი ხელოვნების სამეტყველო ენას კი, გულისხმობ. კი, რა თქმა უნდა. რა ენით მეტყველებს ის იმის მიუხედავად რა საქანდაკებს ის ენა მაინც რჩება და თან იმის მიუხედავად ის შეიძლება კონტინენტურ ევროპაში იყოს ან აზიაში ან თუნდაც სამხრეთ ამერიკული, რადგან საერთო ევოლუციური ფესვები აქვთ მაგათ, მათი ასე ვთქვათ, სოფხედველობაც ერთნაირია და აქედან არქაიკაში. და აქედან გამომდინარე, მათი გამომსახველობითი ენაც არის მსგავსი. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი რაღაც საქანდაკებს მეორე რაღაცას. მაგრამ
აი რითიც დავიწყე, რომ ეს ევროპული პირველი ეს ვენერები რომ არის ნაპოვნი, ასე ვთქვათ, მატერიალური სამყარო აისახება ფაქტობრივად ამ ქანდაკებებში და აღიქმება, რომ მთლიანობაში უყურებს ადამიანი ამ სამყაროს, ანუ არ აცალკევებს სულიერებას და მატერიას, ანუ არ აქვს ის კონცეფტი, რაც შემდეგ უკვე შემოდის რელიგიის გააზრებასთან ერთად. კი, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ძველი სამყარო, აი პრეისტორიული სამყაროდან მოყოლებული, აბრამისტულ რელიგიებამდე, განსაკუთრებით იუდაიზმში ჩდება პირველად, რა თქმა უნდა, სულიერი სამყარო. ოღონდ იუდაიზმშიც ნაწილობრივ არის ეს სულიერი სამყარო. ქრისტიანობა არის ამის გვირგვინი. ჩანასახები სავარაუდოდ ეგვიპტურ კი არის, მანდაც შუმერებთან ეს პირდაპირ ჩანს, მაგალითად გილგამეში პირდაპირ შეცხებული კაცია, აი ამ ფაქტით, რომ სიკვდილი არსებობს, აუ სიკვდილმაში დააფიქრა, ასე ვთქვათ, ყველაზე ღრმად, ალბათ ჩვენამდე რაც მოვიდა, ალბათ პირველი კაცია, ვინც სიკვდილზე იმდენად ღრმად დაფიქრდა, რომ მისმა ფიქრმა მერე გამოიწვია ძალიან ბევრი რაღაცა რა. სოფხედელობის შეცვლა გამოიწვია. მანამდე სავარაუდოდ თვითონ ეს აღქმა სიკვდილის იყო აი ბუნებასთან დაპირისპირებაში არ შედიოდა ადამიანი. ან ბუნების ნაწილი იყო ეს სიკვდილი, რაც ციკლი იყო. აი მაგალითად იეროდულია არის ეგეთი ფორმა, ტაძრებში იყო იეროდულია და ხსნა, ასე ვთქვათ, აი ამ სიკვდილისგან ხსნა, ზოგადად ტრანსფორმირებული იყო სასიყვარულო ურთიერთობაში ქალის და კაცის. და ესეც არ არის შემთხვევითი, რომ მაგაში იყო მაშინ, იმიტომ რომ ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ახალ სიცოცხლეს ბადებს, ხო? და პირდაპირ მაგაზე იყო დაკავშირებული, რომ ანუ ეს არის ის მომენტი, რითაც ადამიანი უნდა გადარჩეს, რა. რა თქმა უნდა, მე ეს იცვლება. აი მაგალითად ძველ სამყაროში ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ ძველ სამყაროში ჩვენ რაც ვიცით, ჩვენ უკვე ისეთი პერიოდიდან ვიცით, даже ძველი სამყარო, რომ უკვე ეგ ეჭქვეშ დგას, იმიტომ რომ ჰეროდოტეს, აი ბერძენი რო ჩადის, ჰეროდოტე რო ჩადის და რო იგებს, ასე ვთქვათ, შუამდინარულ ბაბილონის რაღაც კულტურულ ცხოვრებას, ის უკვე ვეღარ იგებს. ჰეროდოტესთვის უკვე გაუგებარია ეს იეროდულია რა არის, რა. ჰეროდოტესთვის რო გაუგებარი იქნებოდა მერე და მერე იყო წარმოგიდგენია როგორი უცნაური რაღაც იქნება და უკვე დაკარგულია რა. ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, სავარაუდოდ ის ძველი სამყაროს დაშლა ეს ერთ იმაში არ მომხდარა როგორც ჩანს რა. ხო, თუმცა აი ესე იგი ეს პირველი ქანდაკებები რაც არის ნაპოვნი სხვადასხვა ადგილებში დედამიწაზე, მაინც რა ეტაპამდე არის ერთი, ასე ვთქვათ, მეტყველება ქანდაკებაში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ უკვე ბრინჯაოს ეპოქა რო დგება, ძალიან წინ მიდის, ზომებში იზრდება ქანდაკებები და არა მარტო ხმელთაშუა ზღვის შემოგარენში, სხვაგანაც, აი მაგალითად კუნძული რო არის, აღდგომის კუნძული და უზარმაზარი ესე ცნობილი პორტრეტები რო არის გაკეთებული, ეგეც არსებითად განსხვავდება თუ არა იმ პირვანდელი ქანდაკებებისგან. ანუ არსებითად იგივე უბრალოდ მასშტაბები იცვლება, მასალა იცვლება და ის საწყისი, მატერიალისტური საწყისი ფორმას იძენს უბრალოდ და ტრანსფორმირდება, მაგრამ აი ჯერ კიდევ არ არის დაბადებული ახალი სამყარო. აი დაჟე შეიძლება ითქვას, თუნდაც აი რო გავიხსენოთ
ბერძნული კლასიკის პერიოდი არ არის ჯერ ახალი სამყარო დაბადებული. მაგრამ უკვე აი ის რო ავიღოთ მაგალითად ის ვინელდორფის ვენერა და სიტყვაზე რაც ჰერმესის ქანდაკება მაგალითად, ხო? ერთი პარადიგმით გაკეთებულია. უბრალოდ ერთი არის შედარებით სხვა საწყის ეტაპზე, მეორე არის უბრალოდ სხვა საფეხურზე. მაგრამ პარადიგმა ჯერ არ შეცვლილია. აი მაგალითად იგივე შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, ხო? შეიძლება ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჰერმესის ქანდაკებას სიტყვაზე არ ვიცი, ან დორიფორის იმასო ფიგურას და ვინელდორფის ვენერას უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე მაგალითად დორიფორსა და მიქელანჯელოს დავითს. მაგალითად დილეტანტური ხედვა ცოტა უცნაურად ჟღერს. მაგრამ დილეტანტური ხედვა ესეთია, რომ დილეტანტი ვერც კი არჩევს. საერთოდ მაგას გონია, რომ ესეთი იგივე ენაა რა. მაგრამ მიქელანჯელო უკვე ქრისტიანი მოქანდაკეა და ის დაშლილი აქვს აბსოლუტურად ის სამყაროს სფეროიდული ხედვა. ანუ სამყაროს ხედვა, სადაც არ არსებობს ცალკე რაღაცა სულიერი სამყარო. სულიერი და მატერიალური სამყარო ერთ მთლიანობაში აქვს ცნობიერებაში. დორიფორის ავტორს პოლიკლეტს აღქმული აქვს ერთი მთლიანობა მისთვის ეს და მიქელანჯელოს უკვე ტანჯავს ეს რა რომ ეს ორი სამყაროა თან ერთმანეთთან მიუღებელი სამყაროებია და მეტყვი მიწყება რაღაცა. სხვა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანია არც ერთი მიქელანჯელოს ნამუშევარი ახლა მყარად არ დგას მიწაზე. სულ რაღაცა ისა რა ქვია იგრიხება ტანჯვები რა მე მონები რო აკეთა და ძალიან ის ვრცელი თემაა ეს, მაგრამ დაკარგულია. კი, შემდეგი თემის საუბრების თემაა და ეხლა ეს საუბარი რომ ასე ვთქვათ შევაჯამოთ, რომ ვთქვათ საიდან დაიწყო, სად დამთავრდა და რა იყო ასე ვთქვათ ამ დასრულების მიზეზი. მოკლედ შევაჯამოთ. ხო, დაიწყო პრეისტორიული ხანიდან, ანუ ფაქტობრივად ადამიანმა ქანდაკების კეთება და ზოგადად სახვითი ნაწილი დაიწყო აი ამ პარადიგმიდან, როდესაც სამყარო არის ერთი მთლიანი და ეს მატერიალური სახის არის და ბზარები უჩდება შუმერულ და ეგვიპტურ ეპოქებში, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ მყარად არის და აი ასე ვთქვათ უკვე გაფორმებულად ახალი პარადიგმა დგება ქრისტიანობის დროს, ქრისტიანობის ეპოქაში. ამ როდესაც სამყაროში ის ცნობიერება იბადება და ის ხედვები ჩდება, რომ სულიერი სამყარო გამოცალკევებულია მატერიალურ სამყაროდან, მატერიალური სამყარო არის წარმავალი, ხოლო სულიერი სამყარო არის მარადიული. მარადიული, კი. თან ხელშეუხებელი ამ სამყარო, როდესაც ამ სამყაროში ვართ, ის ხელშეუხებელია და აი ეს იწვევს ზუსტად აბსოლუტურად სხვა ტიპის პლასტიკის სხვა ტიპის პლასტიკა შემოდის უკვე ადამიანის ცნობიერებაში. სახვითი ხელოვნების ენის ცვლილებას იწვევს. კი ბატონო. და ამ გადაცემაში ვისაუბრეთ იმ ეტაპზე, როდესაც პირველი ენა სახვითი ხელოვნებაში შეიქმნა და ეს იყო სინთეზი ამ სამყაროსი, რადგან არ იყო გამოცალკევებული არაფერი, არც სულიერება და არც ცოცხალი და მკვდარი მთლიანობაში იყო აღქმული. კი ბატონო. და მე მგონი საინტერესო იყო ეს ციკლის პირველი საუბარი. შემდეგ გავაგრძელებთ სახვითი ხელოვნების ევოლუციის სხვა ეტაპების შემდეგ ეტაპებზე გადავალთ. კი ბატონო.